მოგესალმებით არხის გამომწერებო, მე და ნინა, მოგესალმებით წეროვნიდან, ყველასათვის ცნობილი ადგილი წეროვნის მიმდებარე ტერიტორია, წეროვნის მინდვრები, საიდანაც ანუ დღეს დავიწყებ 1 აპრილია, ჩემთვის ტრადიციულად ვიწყებ ნინას მომზადებას სეზონისთვის, ესე ვთქვათ, საგამოცდო პერიოდისთვის, საველე შეჯიბრებისთვის, საგაზაფხულო ზადებისთვის ვიწყებ წეროვნიდან და აგიხსნით თუ რატო ვიწყებ წეროვნიდან და რატო აქედან. წეროვანი პირველ რიგში იმიტომ რომ არის ჩემთვის ტერიტორიულად მისაღები ადგილი, სახლთან ახლოს არის შედარებით, იოლად მოვდივარ. პირველი, ეგ მეორე, იმიტომ რომ ჩემი დაკვირვებით გამოცდილება ჩემი დამიგროვდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, რომ ყველაზე პირველი მწყერი შემოდის ამ ტერიტორიაზე, შემდეგ თანდათან ნელა მოყვება მწყერი და ჩდება თბილისის ზღვაზე, თელადგოში, ნორიოში, სართიჭალაში, საგარეჯოში, მაგრამ მე ამით იმის ხმა არ მინდა რომ სხვა ტერიტორიაზე შეიძლება არ შემოდიოდეს ფული, ბუნებრივია სხვაგანაც შემოდის, უბრალოდ ჩემთვის მისაღები ტერიტორია არის ეს წეროვნის მინდვრები და მე აქედან ვიწყებ ნინას მზადებას რა. და რატო ესე ადრე, რატო 1 აპრილს? 1 აპრილი უბრალოდ ჩემთვის ტრადიციული არის რომ 1 აპრილს დავიწყო ძაღლის მომზადება. პირველ რიგში მიყვარს ეს პერიოდი, გამოწვანებულია ყველაფერი, ბუნება იღვიძებს, სიამონებს ბუნებაში სიარული. მეორე, იმიტომ რომ ნახო ტერიტორიები სად არის საშუალება რომ ძაღლი ვავარჯიშო, იქიდან გამომდინარე რომ ჩემი დაკვირვებით ბოლო წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი რამე იცვლება და შეიცვალა, გახდა ინდუსტრიული ტერიტორია და აშენდა ბევრი შენობები, ანუ შეიზღუდა სივრცე, სადაც შეიძლება ძაღლის ვარჯიში. ამის გარდა ყოველწლიურად ზოგ ადგილებზე ითესება კულტურული მცენარეები და ჩემთვის მიუღებელია ხალხის ნაშრომ მინდვრებში სიარული. ამას გარდა დიდი ხანია ნინას არ ქონია აქტივობა, იქიდან გამომდინარე რომ აგვისტოს ბოლოდან როცა მწყერზე იწყება და იხსნება სეზონი, აგვისტო-სექტემბერი დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებამდე აქტიურად დამყავდა სანადირო, დავდიოდით მწყერის შემდეგ ტყის ქათამზე და ფაქტიურად სადღაც ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში შეუძლებელი იყო რამეზე ნადირობა, იქიდან გამომდინარე მხოლოდ კანონით დაშვებულ ფრინველებზე ნადირობ, ასე რომ მოუწია ძალიან დიდი ხანი სახლში უკმაყოფნა, მთელი მარტის თვე იყო უმოქმედოდ. აქედან გამომდინარე დღეიდან დავიწყებ მომზადებას, ნელ-ნელა ეტაპობრივად გავაფხიზებ მის ორგანიზმს, მოვიყვანთ ნელ-ნელა კუნთებს აქტივობაში. ბუნებრივია რომ დღეს არ მექნება მიზანი რომ შევხვდებით ფრინველს და ფრინველს ნახავთ, მაგრამ ნელ-ნელა დავაკვირდები რა ტემპში შეძლებს მაქსიმალურ სისწრაფეზე სირბის, იქიდან გამომდინარე განსაცდრო რა დროს მოვჩე მინდორში სიარულს და ნელ-ნელა ბუნების გაღვიძებასთან ერთად, ფრინველის შემოსვლასთან ერთად მე და ნინაც უკვე მზად ვიქნებით რომ შევხვდეთ ფრინველს რა. დანარჩენს გადავიღებ მსვენობის და კიდე რაღაც ინფორმაციას მოგაწოდებთ. მნიშვნელოვანია ასევე ვიცოდეთ თუ ვინ უნდა დაიწყოს მინდორში გამოსვლა, რა ეტაპზე უნდა დაიწყოთ, რა საკიზაღმა უნდა დაიწყოს, უამრავი ვიდეოები, უამრავი შეკითხვები, უამრავი კითხვები იდება სოციალურ ქსელში, რომ აი რითი დაიწყო ძაღლის გეშვა, რითი დაიწყო ძაღლის გეშვა, ყველა ელოდება ერთი სული აქვს როდის შემოვა მწყერი რომ პირდაპირ მინდორში გამოვიდნენ და ლეკვი იქნება თუ ძაღლი იქნება ფრინველს შეახოდეთ. ძაღლს გულისხმობ, ანუ შეიძლება იყოს ეს პირველი სეზონის ძაღლი, ან მეორე სეზონის ძაღლი, ან თუდაც ძაღლი ან ლეკვი, რომელიც პირველად ხვდება ფრინველს. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სწორად განსაზღვროთ, არის თუ არა აუცილებელი ძაღლის გაყვანა და ფრინველის ნახვა, ანუ ჩემს ვიძახი, ჩემი გამოცდილებიდან რომ არ იქა გინდა თუ არა გავიდე და მწყერი ნახოს და ნაბული გააკეთოს, ეგ არ უნდა იყოს ჩვენი თვითმიზანი. მანამდე აუცილებელი არის კონდეს ძალიან დიდი წვთნა და სამუშაოები ჩატარებული იმისათვის, რომ ეს ლეკვი იქნება თუ ძაღლი იქნება მზად იყოს ფრინველთა შესახვედრად. აუცილებლად უნდა გავსაზღვროთ თუ როგორ უნდა მოხდეს ფრინველისთან ძაღლთან შეხვედრა და ამის შემდეგ რა მოხდება, როცა პირველად ნახავს ლეკვი ფრინველს. ასე რომ მე რო არ მოგვიწიოს წვალება, რომ არ მოგვიწიოს თავიდან უკან დაბრუნება, რომ
ძაღლი რას გააკეთებს, როდესაც ფრინველი შეხვდება, გამოეკიდება, როგორ დაამუშავებს, როგორი ლტოლვა ექნება, როგორი მიტანება ექნება, ის რომ კიდევ ვიმეორებ, აუცილებლად ნაბული გააკეთა და მესმის მერე აუ ნაბული ტელეფონებით გადაღება, ეგ აბსურდია, გამორიცხულია. ამიტომ უნდა მოვამზადო ძაღლი წინა პერიოდი უნდა ქონდეს შემზადებული იმისთვის, რომ ძაღლი იყოს აუცილებლად კონტაქტური, ძაღლი იყოს აუცილებლად მორჩილი და შემდეგი ეტაპი არის უკვე მისი ფრინველთა შეხვედრა და მისთვის ნაბულის გაკეთება. ყველა ვინც ძაღლს ყიდულობს, ვისაც ძაღლი აყავს, ვინც ძაღლს იძენს თუ ჩოქნიან, ყველა 99% ყველა ძაღლი გააკეთებს ნაბულს და ფრინველს იპოვის. მაგრამ აქ არის ხაზგასასვლელი იმაზე თუ როგორ გააკეთებს ამ ყველაფერს ეს ძაღლი, როგორ გააკეთებს ამ ყველაფერს ლეკვი და რამდენად ჰარმონიულად გააკეთებს ეს ამას ძაღლი მფლობელთან ერთად რა. დავიწყებ ახლა უკვე მინდორში გადაღებას, ნელ-ნელა მოგაწვდით კიდე ინფორმაციას. დაუწერელი კანონი არის მათთვის, ვისაც ახალი და დამწყები ლეკვები ყავს, რომ თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ მინდორში ფრინველი არ არის, არ უნდა გავიყვანოთ ლეკვი და ასევე თუ ნიავი არ არის და არის შტილი, აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ მინდორში ლეკვი არ ვატაროთ. ნინა, ჩემთან, მოდია, გვერდზე. სი. და მაშინ თუ მინდორში მივდივარ და ვიცი რომ ფრინველი არ არის, რას ვაკეთებ, ანუ რატო უნდა გავიდე მინდორში და რა აზრი აქვს მაშინ მინდორში გასვლას. მინდორში გასვლა აუცილებელია და ბუნებაში ძაღლის ტარება, ლეკვის ტარება აუცილებელია, რომ შეეგუოს გარემო პირობებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს. ამას არ უნდა კონდეს იმის სახე, რომ ნინა, ჩემთან, მოდი აქ. არ უნდა კონდეს ამას იმის სახე, რომ ლეკმა ფრინველი ეძებოს რა. მინდორში შეგვიძლია გავიდეთ და ვაკეთოთ ჩვეულებრივი წვრთნა, დაძახება, კონტაქტი, ფეხთან სიარული, დაწოლა, დაждდომა, რომელიც მე უკვე ნადირობაში ძალიან გვადგება რა. მე დღეს კონკრეტულად გავაკეთებ მაგალითს, რომ როგორ შეიძლება განსაზღვროთ. ერთი ნაბიჯი არის, ელემენტარული ნაბიჯი, განსაზღვროთ შეიძლება თუ არა თქვენი ლეკვის მინდორში ტარება და ეს იქნება უბრალოდ 10 დაძახებიდან 10-ვე დაძახებაზე ძაღლი ჩემთან უნდა გაჩნდეს. რა მანძილზეც არ უნდა გავიდეს, მე როგორც კი ძაღლს დაუძახებ, ნინას დაუძახებ, ჩემთან უნდა მოვიდეს. ამისთვის მე მჭირდება აუცილებლად სასტვენი, რომ ხმას არ აუმაღო და შორი ძახილი არ მომიწიოს, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ადამიანის ხმა ისმის რაღაც მანძილზე 4-ჯერ დიდ მანძილზე ესმის ძაღლს და სასტვენის ხმა კიდე უფრო ხელმისაწვდომია მისი ყურის აპარატისთვის რა. რაღაც ქარი არ არის და პირობაც არ არის იმისთვის, რომ შესაბამისად ვეძებოთ ჩვენ ფრინველი მიახლოებით, უბრალოდ თავისუფალი სვეტვილით დავაკვირდები ნინას მოძრაობას და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რამდენჯერ მოვა ძაღლი ჩემთან 10 დაძახებიდან. ეს იქნება მაგალითი იმასთვის, რომ თუ ხედავთ, რომ თქვენი ძაღლი ამ დონეზე არ გემორჩილებათ, ჯობია მინდორში ძაღლი არ გაიყვანოთ, გადავახვიოთ ცოტა უკან, ჩვენი მანამდენი მუშაობები დაუბრუნდეთ იმ საწყის ეტაპზე, სადაც რომელ სივრცეში ძაღლი შეგვისურვებს ჩვენ აბრძანებას და მერე ნელინა განვავითარო და მერე გადავიდეთ მინდორში. განაჩენს ახლა უკვე მინდორში ვნახოთ. ოკეი, წადებით. აი ესე ვიწყებთ და არ დაგავიწყდეთ, რომ სანამ ძაღლს დააწყებინებთ მინდორში სირბილს, გაშვებას, აუცილებლად მიიყვანეთ მინდვრამდე საბელით, დასვით და მხოლოდ თქვენი ბრძანების შემდეგ დაიწყო სირბილი და არა ისე რომ მანქანიდან ჩამოხტეს და პირდაპირ თავისნებით ირბინოს რა. ნინა ახლა გველოდება და ბრძანების შემდეგ დაიწყებს. დავით. დავინიშნავ დროს არ ვაქცევ არაფერს ყურადღებას, არც მის შიგნიდან შემოbrunებას, არც მის ქაოსურ სირბილს, იქიდან გამომდინარე, რომ არც ქარია, არც პირობაა, უბრალოდ ესე ვთქვათ, ჩვენ დღეს 1 აპრილს ვხიზლდებით, ჩემი ერთი კარგი მეგობარი ზაზა სოლოვნიშვილი როგორც იტყვის, ჟანგები უნდა გავაყრევინოთ ძაღლს ამდენი ხანი სახში ჯდომისგან რა. წამო. აი გეყოფა, მოდი. აჰა, რაღაც. წამო, მოდი. წამო, მოდი. კარგი გოგო, წავიდე.
Რამდენხანს გაყვება დრო დავინიშნე, რამდენხანს გაყვება ეს ენერგია რომ მაქსიმალურ სისწრაფეზე იბინოს, მაგას დავაკვირდები და როგორც კი ხედავ რომ ტემპს დააგდებს უკვე მორჩები და წამოვალ, შემდეგი გამოსვლისთვის ვიცოდე დაახლოებით რა პერიოდი შეძლებს ის მაქსიმალურ ტემპში სირბილს რა. ეხლა წეღავ როგორც გითხარით, ვეცდები შორს გავიდეს, რაც შეიძლება გავა და იმ შორიდანვე დაუძახებ რომ ჩემთან მოვიდეს რა. ეს პირველი. დაუძახე, მოვიდა ჩემთან ყოჩი, კარგი ქოქო. მოდი, პრავი. ყოჩი. ოკეი. ისევ გავუშ. რავი, რაღაც როლის ხმები ისმის და რაზე შეიძლება თუ არ ვცდები. მეორე, ამ დროს აქ გამოსვლაში ცუდი რა არის და რატომ არ არის ამ დროს ახალგაზრდა გაზრდების და გამოუცდელი ძაღლების გამოყვანა რეკომენდირებული ის რომ ბალახი არის დაბალი და დიდი ალბათობით ძაღლი თავს დახრის, რაღაც ბალახი დაბალია და შეიძლება ქვევიდან იყნოსოს, ეგეც არის ცუდი რომ ბალახი დაბალია და ამ პერიოდში ძაღლს მოუწევს თავის დაბლა დახრა რა, მაგრამ ეს უკვე გამოცდილი ძაღლისთვის არ წარმოადგენს პრობლემას, უნდა გამოცდილმა ძაღლმა იცის რომ კომბინირებულად იმუშაოს, როგორც საჭირო იქნება გადავიდეს კვალზე, როცა საჭირო იქნება ნიავი დაიჭირო და თავაწეულმა იმუშაოს რა. ესე გავიდა, არ ვაქცევ ყურადღებას, მეც ქაოსურად დავდივარ. წელსაც იგივე პირობაა, რაც შაშან ესმინდვრები. არ არის დამუშავებული, აქ არაფერი არ დათესილა, ასე რომ როგორც კი ბალახი ამოვა, ნელ-ნელა ფრინველიც აქ უნდა გაჩნდეს რა. ეს მეორე, ხა მეორე დაუძახებ რაღაცა სუნი აიღო, რა უნდა იყოს ბუნებრივია, არაფერი ფრინველისნაირი, მაგრამ მე ამ თავისუფალი სვლისგან დაუძახებ რომ ჩემთან მოვიდეს რა. ეს ორი. დაანება თავი ყველაფერს და ჩემთან მოვიდეს. ოჩ, კარგი. ამ დროს შეგვიძლია მოვიხოთ ჩვენთან სით, დავსვათ. Down. დავაწვინოთ სით. და ისევ გავუშვით. ოკეი, წავიდეთ. დავიცდები წეღან ჩაწერის დროს ბატარეა მიმტყუნა, რაღაც დამიზიანდა და ჩაწერის დროს ვიდეო გამიწდა და დღეს ეხლა ვეცდები რომ უწყოთ რეჟიმში გადავიღო ყველაფერი, არ გავაჩერდა რეალურად ნახოთ რა როგორ ხდება რა. ისე ნახეთ შიგნიდან ტრიალდება, ბუნებრივია ქარი არ არის და ესე არ უნდა აკეთებდეს მარცხენა მხარე შიგნიდან მოტრიალდა, მაგრამ ამრავშს ამ ყველაფერს ნელ-ნელა მე მოვინიშნავ, შეგვიძლია ვატაროთ დღიური და მოვნიშნოთ რა გვჭირდება. თუ არა და მე გონებაში ხვდები რაზე მექნება შემდეგ სამუშაო რა ხაც ფრინველის სუნი. რა არის რა. ოჰო. ხოლმე თვითონ დარწმუნდება და ესეც ბუნებრივია რა, ესეთი რამე ნებისმიერ ძაღლს შეიძლება შეემთხვეს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ბუნება ახალი გაღვიძებულია, ძალიან ბევრი თაგვისწორულებია და ეს ეტაპიც უნდა გაიაროს ლეკმა, რომ გაფილტროს მის გონებაში ამ თაგვისწორო ნებისმიერი ჩიტის ფეკალის სუნი თუ რაღაც სუნები უნდა გაატაროს გონებაში, რომ მიხვდეს ამაზე რეაგირება არ ქონდეს. ან როცა ფრინველი შემოვა, უკვე მაგისთვის მზად იქნება გონებაში იქნება გაფილტრული, რომ არ ქონდეს რეაგირება ამ ფრინველებზე, ამ ცხოველებზე თუ რაღაცებზე და პირდაპირ სანადირო ობიექტზე გააკეთოს რეაგირება. ეხლა მესამედ მოვიხო ჩემთან რა. ოჩა, კარგი. ხოდი ჩემ. აჰა, გამიარა. ოჩა, კარგი. მოდი. სიდ. ოკეი, დავით. ფორმაში არ არის, ბუნებრივია, ძალიან არის მოსქვებული იქიდან გამომდინარე, რომ
ბოლო რამოდენიმე თვეა სახლში მყავს ძირითადად, ანუ კორპუსის ბინაში აღარა ვარ, საკუთარ სახლში როებით და უმოძრაობისგან კარგად არის დამგვალებული, მაგრამ არა უშ სამწონასაც ნელა დაყრის რა. რაღაცას ნაგული გავუკეთა და დგას ნაგულზე. კუცა თამაშობს. ოი! რა საინტერესოა ბეთ. ნახოთ. ნუ რა თქმა უნდა. ეს არის ცრუნავული შეცდომა. კუცაც ათამაშებს ნახეთ, არ არის ყარინებული, ალბათ თვალით დაინახა რამე ფრინველი და მაგით რეაგირებს ეს რა. ეს უნდა დაუშალოთ რა. რამე შეიძლება იყოს ისეთი საინტერესო არა მგონი. რა არის ნინა, მან რა გაშტერთ? რაზე დგეხარ მითხარი? რა? რაზე დგეხარ? რა? რა არის, აბა ხო არაფერი არ არის. ისი სუნიქს. ესეთები რაღაცებიც უნდა გამოვრცოთ. ზუსტად ამიტომაც უნდა ვიაროთ, რომ გახსნას გონება, გახსნას საყნოსი აპარატი და გადაერთოს სანადირი ობიექტის ძებნაზე. წავედი, წამონი. ეხლა მეოთხედ დაუძახებ ნახეთ. დაველოდები ისევ მოირბენ შენთან. ოჩ, კარტიკო. ოკეი, წავიდე. ემს რა შეიძლება, უნდა ვიაროთ მინდორში რა შეიძლება, ნელა და ძაღლმა უნდა გვაკონტროლოს, თვითონ გრძნობდეს იმ დისტანციას. ჩვენს და მას შორის რა დისტანციაც არის, რომ აი ეს უსაზღვროდ წინ და ძაღლს არ უნდა ვსდიოთ რა, უნდა იყოს დაცული ეს პარალელები და სანადირო მანძილზე უნდა იმუშაოს ძაღლმა რა. ამიტომ მე ეტაპობრივად როცა ესე დავდივარ რაღაც მომენტში ვჩერდები, რომ ვიცით რომ აუცილებლად ძაღლს ერთი თვალი ჩვენზე უჭირავს, აუცილებლად ცალი თვალი ჩვენ გვიყურებს და გვაკონტროლებს თუ სადავართ რა. ამიტომ ეს მანძილი უნდა იყოს დაბალანსებული და თვალსაჩინო რა. ნუ ეხლა მე აქ არ მაქვს საუბარი იმაზე სპორტული ძებნის ძაღლებზე. არის ორი ძებნის სტილი, როგორც ვიცით, არის ინგლისური და ფრანგული სპორტული ძებნის ძაღლები, ვისაც აყავს ეს ინგლისური სეტერები, პოინტერები, თუ გინდა იგივე კურცხარები, მათმა პრობლემებმა ზუსტად იციან და კარგად იციან, რომ თუ როგორ უნდა ამუშავონ თავიანთი ძაღლი, რომელიც არის სპორტული ძებნის, როგორ დაამოკლოს შემდეგ სანადირო სეზონის დროს მანძილი და სანადირო მანძილზე ამუშავონ, ეს ძალიან რთულია. ჩემთვისაც პირადად მე არ მაქვს მაგხელა გამოცდილება, რომ ესეთი სპორტული ძაღლით ვინადირო. არის ერთი სიტუაცია, რომ ეს ხალხი ამ სპორტული ძებნის ძაღლებს მანძილს უმოკლებენ და იციან ამ ყველაფრის გაკეთება, თუ არა და ყავთ შედარებით სანადირო მანძილზე მონადირე ძაღლები და იმით ნადირობენ. ანუ სპორტული ძებნის, სპორტული გასვლის ძაღლებს სხვა ფუნქცია აქვს, სხვა ეფექტი აქვს, სხვა სილამაზე აქვს, სხვა დადებითი მხარეებია. უბრალოდ მე ჩემთვის ეს იმერისი საშუალებაც ამაქვს, არ არის უსინო ამით ეს ამ სტილის ძაღლით ნადირობ რა. ამ სტილის ძაღლით მუშაობ ეს უფრო რა. 4 დაუძახე უკვე მოვიდა. ეს მეხუთე. რამდენი გავიდა? ამასობაში გავიდა 11 წუთი.
რაც არ უნდა იყოს მისთვის საინტერესო სუნი, აუცილებლად უნდა დაანებოს ამ ყველაფერს თავი და თქვენთან გამოიწეს. კი გზაზე მოდიოდა და ეს სუნი შეხვდა, ანუ ჩემი დაძახება ამოაგდოგონებდნენ და ძებნა გააგზავნა. ეს არ უნდა ხდებოდეს რა. აუცილებლად ყველა დაძახებაზე ზაღლი თქვენთან უნდა გაჩნდეს რა. კი, მისთვის ძალიან ძნელია, ძალიან ამღზნები არის, ძალიან არ ვიცი როგორ გაგიხსნათ, რომ ეს სუნები რაც მას ოჩახინა, კარგი ხარ. ოკეი, დაანებოს ამ ყველაფერს თავი, მოწყდეს ამ ყველაფერს და თქვენთან გამოიქცეს, მაგრამ ეს მიღწევადია, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ. ეს არის უბრალოდ ჩემი მაგალითი. რავი, გნებავთ გაიზიარეთ, გნებავთ არ გაიზიაროთ, უბრალოდ მე ამას ვაკეთებ და ეს მიღწევადია. რამჩენი თქვენ გადაწყვეტეთ რა, შეგიძლიათ გააყვეთ ამ ზაღლებს, ირბინოს ზაღმა თქვენს ვისაც გაქვთ ჯანი და მუხლი და საშუალება რომ ბოლომდე დიოთ, სანამდე ზაღლი იზრდებს, სანამდე ზაღლი ირბენს, თუ არა და მეორე ვარიანტი და ალტერნატივა ეს არის, რომ ზაღმა თქვენთან ერთად, თქვენი სურვილით, თქვენი ნებასთან ერთად იმოძრაოს და იმუშაოს თქვენთან ერთად სინქრონში რა. მე კიდევ ესეთი რაღაც მაქვს ნინაზე ჩოული რომ თავისუფალ სირბილის დროს ორნაირი სასტონი მაქვს. ერთი არის ჩოულებრივი, რომელიც წულ ხმას გამოსცეს, რომელიცაც ვეძახი და მეორე არის ესეთი გოლიანი, რომლის სასტონზეც ადგილზე ჩერდება და უნდა დაწვეს რა. ეხლა ვეცდები ამას ამდენად გააკეთოს. ანუ არ დაგვიწყები რა. ოჩა, კარგი. წავით, თავისუფლად. კარგი გოგო. ფუ, აი მე რაღაც სუნებს. ფუ, ნინა. მოდი ჩემთან. ეს მეექვსე. სასტვენსაც შეეხება. მე მაქვს ესე ნასწავლი, ოჩ, კარგი უხ. ესე ვასწავლი, ინას ოკეი, წადიმი. თუ სასტვენს ორჯერ ჩავსტვენ, გადაბმით, ამ დროს ნინა ჩემთან უნდა წამოვიდეს, თუ ერთხელ დავსტვენ, მიმართულება უნდა შეიცვალოს. ანუ მიტრი გამომხედოს და იმ მიმართულებით წამოვიდეს, საითაც მე მივდივარ. ანუ მივედი და ახლა თქვა დამთავრდა ხა ეს მინდორი და ხვდები რომ მინდორი მთავრდება. დაუსტვენ, მოუტრიალდები და ნინაც ეგრევე ჩემზე უნდა გადმოეწოს რა. წამოვიდეს იქეთ ხარე, საითაც მე მივდივარ რა. ახლა თქვა მაგალითს მაგასაც გავაკეთებ და განსხვავება ორს დასტვენას და ერთ დასტვენას შორის ნინასთვის რას ნიშნავს რა. აი გარბისკეთ მე დავსტვინე ერთხელ მოუტრიალდი არც უყურებ და ვიცი რომ ამ ხმის მერე მოუტრიალდება და გამასწრებს წავა ჩემ წინ დაიწყებს სირბილს რა. ეს ლეკობიდან ისავლება პატარაობიდანვე, როცა უკვე 10-ს მოუწდებით და გავყავს ეზოში, ქუჩაში, მაგ დროს ხდება ამ უნარის ათვისება რა. ეგით ხარი ჩამოირბინა და გადმოეწყო აქეთ, საითაც მე ვაპირებ წასვლას და ანუ ეს რა ხდება, ანუ როგორ ხდება რომ მე ზურგი შევაქციე და მისთვის ჩემი ზურგის ყურება არ არის მისახები რა. ნინამ უნდა მიყუროს ცალითვალით მე და ჩემ წინ ირბინოს რა. ამიტომ ამ ერთ სასტვენზე გადმოერთება და მოდის აქეთ რა. ფუ, დაანებე თავი. მოდი ჩემ. ფუ, რა იპოვე. ბუნებრივი ახლა ბალახების ჭამას დაიწყოს, იმიტომ რომ ეს ახალი, ოკეი, წავი დამიდე. ეს ახალი და ქორფა ბალახი მისთვის სასიამოვნოა, რავი, ამბობენ და ეგ უფრო ალბათ ვეტექიმები დაამოწმებენ, რომ ამ ბალახით თითქოს მუცლის ღრუს ისუფთავებს თუ ის რომ მუცელი ტკივა და მაგით ვეჭამს, ეგ არ. უბრალოდ ეს ახალი ბალახი სადღაც მოწონთ რა. ცოტა იქეთ გადავიწევი, აბა იქ ტერიტორიას დავათვალიერებ, აქ ყველა მიცით რომ არხი გადის. ამ არხზე
გადასასვლელი არის ერთ ადგილზე და გადავდივართ უფრო ქვევით მუხრანის მინდვრებისკენ და იქეთაც გავიხედავ რა ვითარებაა, რომ სადღაც აპრილის შუა რიცხვების შემდეგ, აღდგომის შემდეგ, სადღაც 20-თვის უკვე ბალახი კარგად იქნება. ძალიან ნამიანია ნიადაგი და წვიმები კიდე მოსალოდნელია კარგ ამინდებთან ერთად, ასე რომ ბალახი კარგად წამოვა რა. მოკლედ აქ არის იმის პირობა, რომ ლეკვები ვატაროთ. ფრინველიც მოვა და შევახვედროთ. შვენიერია სუფთა ჰაერი, კარგი ჰაერი, გაგუძებული ბუნება. ოჩა. წამ. ჩავალ ახლა იმ ადგილს ვნახავ, თუ როგორ შეიძლება იქეთ გადასვლა და სიბილსაც მოვკლო, ტემპიც დააგდო, ბუნებრივია, იმიტომ რომ არ არის მისთვის საინტერესო არაფერი ხდება მინდორში, არანაირი ფრინველის კვალი არ ჩანს, ამიტომ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ეს ყვილა სირბილი არც ნინას არ მოწევს. წამო, წავედი, მოტრიალდი. წამ. ეს მეშვიდე. აუძახეთ მეშვიდეთ მოვიდა ჩვენთან. მოდი აქ შებალახიანი ენა რო გაქვს რა. ოკეი, წავით. არ არის, მან არაფერი არ იქნება. წამ. წელს გვექნება ძალიან საინტერესო გაზაფხული და ძალიან საინტერესო გამოწვევები, ჩელენჯები. ნინას ორი შვილი გვეცდებით, რომ დიპლომები ავიღოთ, უკვე დიდები არიან დაახლოებით 10-11-ისთვის. ანუ შეიძლება წლების იქნებიან, როცა უკვე ფრინველი შემოვა და ვეცდებით დიპლომები ავაღებინოთ, ასევე ნინას დის, ალმას შვილიც ჩვენი მეგობარს ყავს, ძალიან კარგი ხვადია, იმასაც ვეცდებით დიპლომი ავაღებინოთ. არიან ბიჭები, რომლებიც ჩვენთან გადიან კონსულტაციას და იმზადებიან ან საგაზაფხულო მზადებებისთვის. ავთ პატარა ლეკვები, გადავიღებთ მაგათაც, ჩავწერ მათაც, ნახავთ როგორ ვითარდებიან. ასევე არის ორი სეტერი, რომელსაც ვეცდებით, რომ დიპლომი ავაღებინოთ და მოკლედ საინტერესო წელი არის, გადავიღებ. ვეცდები მაქსიმალურად, რომელ საველე გამოცდაშიც ვიქნები ჩართული, ყველა გადავიღო, იმიტომ რომ უკვე მიხარია და ძალიან კარგია, რომ გაჩნდა ძალიან ბევრი სურვილი, რომ მივიდა მონადირეების შეგნებამდე ის, რომ საველე დიპლომი აუცილებელია, იმის გარდა, რომ ძაღლით ნადირობის
მოყვარულთა საზოგადოების კლუბმა გაამკაცრა წესები და ლეკვსაბუთი არ გაიცემა თუ მშობელს არ აქვს დიპლომი, აქედან გამომდინარე მოთხოვნაც გაიზარდა, ცდილობენ რომ ყველა ძაღლმა აიღოს დიპლომი. როგორც ხდებოდა ეს საველე დიპლომები და შეჯიბრებები საშან ნაწილობრივ გადავიღე, ძალიან მინდა მივიტანო იმათთან ინფორმაცია, რომ ჩემი ძაღლის საბუთი არის მინდორი და ეს აზრი დაირღვეს და ზუსტად ნახონ მათი ძაღლების შესაძლებლობები. რა არის, აქედან გამომდინარე არაფერი რთული ამაში არ არის უბრალოდ სამუშაო და ის პროცესი, რომელიც უნდა გსიამოვნებდეთ, რომ თქვენ და თქვენმა ძაღლმა მინდორში გამოავლინოთ უფრო სწორად, თქვენმა ძაღლმა გამოავლინოს ის სანადირო თვისება, საუკეთესო მხარეები, რაც მათ გააჩნია. არავინ, არც ერთი ექსპერტი, არც ერთი სტაჟიორი, არავის არ ზღუდავს პირიქით მაქსიმალურად, ზემაქსიმალურად ცდილობს ყველა რომ ხელი შეუწყოს ნებისმიერ გამოსვლას უწყობენ ხელს რომ აუხსნან ხალხს და აანახონ თუ რა პირობებში როგორ ხდება საველე დიპლომის აღება და ასე რომ არანაირი დაბკოლება არ ქონდეთ, არანაირი შიში არ ქონდეთ, შიში ცოტა ცუდი ნათქვამია, არანაირი უხერხულობა არ ქონდეთ. შეგიძლიათ თამამად გამოხვიდეთ, ყველა შეგიწყოთ ხელს რომ თქვენმა ძაღლმა ნახოს ფრინველი დაამუშავოს და გვაჩვენოს რომ ის არის მამძახს აქვს სანადირო თვისები. ნუ რა დონეზე, როგორ და რა ხარისხზე, მაგას უკვე ჩვენ შევაფასებთ. თავარია კონდეს საველე შეფასება, კონდეს ფრინველთან შეხვედრა და დანარჩენი უკვე მე ბევრად კარგია რა, ანუ თქვენთვისაც, თქვენი ლეკვისთვისაც სამომავლო სახვის მაინც ყავთ ძაღლი, მაინც სულით, მაინც ზრდით, ასე რომ ესე იგი ეს მინდორი ისევ დამუშავდა წელს, იქეთ სხვა არის დადის. ხო, სათანადო სტანდარტული სიტუაცია წელს წეროვანში რა. ჩემი არხის გამომწერები, ჩემი მეგობრები, ბევრჯერ შევხვედრილ ვართ აქ, ყველამ ზუსტად კარგად იცით ეს ადგილი. ყველამ ზედმიწევნით იცით ეს ადგილი. ეს არის ნაძვები, ჩვენთვის ცნობილი და ყველასთვის გავრცელებული ადგილი. რავი, თქვენთვის თუ კი ვინმე სადმე წახვალ და სხვა ადგილს ნახავთ, რა ვიცი, მე არ მგონია ვინმე მალავდეს და ამას არ ამხელდეს რომ აქ ფრინველი შემოვიდა, იმიტომ რომ ყოველთვის ხდება ჩვენთვის აზრების გაცვლა, აზრების გაზიარება, რომ აქ არის ფრინველი, მოდით ბიჭებო არ გწავიდეთ, ფრინველი წავიყვანოთ, ძაღლი აქ წავიყვანოთ, ფრინველი არის. და მეორე დაუძახებ, ძალიან გადართულია ძებნაში და ვნახოთ. კი ბატონო, ისო დატრიალდა, წამოვიდა ჩემსკენ. ეხლა აღარ მოვუხმო ჩემსკენ და მიმართულება შევასწრებ. კაი, წავიდა ნინაით. ასე რომ დავიწყებთ აქედან ალბათ. ბევრი ხართ, ვისაც აქვს სათანადო სურვილი, გამოცდილება რომ გამოვიყვანოთ მინდორში ძაღლები, შევახოდოთ ფრინველი. როგორც კი ნახავ რომ ფრინველი შემოვიდა და პირველ წელს მაინც ვიპოვით, ამასაც დავდებ, გაჩვენებ და შეგიძლია ნახოთ, მოხვიდეთ. ვიღაცამ შეიძლება დაწეროს რომ აუ რატო ნეტა მეტი გამოდიოდეს მინდორში და ნეტა მეტს ქონდეს სურვილი რომ ძაღლი ატაროს, გაწვნას, დაგეშოს, გზაზე დააყენოს და რავი, არავისთვის დასამალი არ არის. ზოგი ადრე მოვა, ზოგი გვიან მოვა. კი ეს ფრინველი ისედაც დამთხალია, ისედაც ამდენი გზა აქვს ნაფრენი და აი რანიდან არჩის. მოდი. მაგრამ არავისთვის დასამალი არაფერი არა. გამოვიდეთ, ვიმუშაოთ, მოვამზადოთ ძაღლები, მე ამ ადგილს დავდებ, სხვა ადგილს დადებს, გაუზიარებთ და საერთო საქმე გავაკეთოთ ყველასთვის რა. რომ ყავდეს მომზადებული, გაწვრთნილი, დაგეშილი სანადირო სეზონისთვის კარგად მომზადებული ძაღლები. სეზონზე მაინც სიტუაცია საერთოდ სხვა არის. ფრინველი თუ აქ აპრილის ბოლოს არის, მაისის
დასაწყისი საერთოდ შეიძლება აღარ იყოს. თუ აქ არ არის და შეიძლება ზღვაზე გაჩნდეს, ზღვაზე თუ არ არის თელადგოში, ნორიოში, სარტიჭალაში მოკლედ ადგილი ბევრია. თავარია მოვინდომოთ, თავარია შევძლოთ. ასევე ბიჭები მიკავშირდებიან დასავლეთ საქართველოდან, გურიიდან, სამეგრელოდან, ვისაც აქვს სურვილი ჩამოვიდნენ. შედარებით ცოტა ადრე დაიწყონ მათ ძაღლების ლეკვების მომზადება და რა ვისაც დაგჭირდებათ, შეგხვდებით. გაჩვენებთ, ერთად ვნახოთ, ერთად მოვიძიოთ. გავაკეთოთ კარგი ქართული საერთო საქმე, რომ ნახეთ, რომ ბიჭები იყვნენ ევროპაში. ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, ქართული სახელი გააქვთ თავიანთი მხრიდან, ძალიან ბევრს შრომობენ და ძალიან დასაფასებელია და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს სხვაგან სიარული სანადიროთ. დირექტი იმხელა რესურსი გვაქვს, რომ ჩვენთან უნდა ჩამოვიდნენ და აქაც იგივენაირად ინადირო როგორც ევროპაში. მაგდონემდეთ მივად. ხო, ეს მინდორი ახლა შემოღობილია. ეს რაშან არ მახსოვს შემოღობილი იყო თუ არა დიდი ალბათობით. იყო, აი ქვედა მხარეს ეს მხარე ჩალიანი არ იყო. ჩალებია კარგად წამოსული ეს. ეს არ არის კარგი. უნდა აქ ძაღლის ამით გავიხედო კარგად იქ. 8 ჯერ ნინა უკვე მოვიდა, ახლა მეცხრე დაუნახავ, დაუძახი ვერ ხედავ სად არის და აი გაიგონა ეს მეცხრეთ. აბა კიდე ერთხელ დაუძახებ, სანამ მანქანასთან მივალ და დროც რამდენი გავიდა. ყოჩახნია. ოკეი, 27 წუთი გავიდა. დელი 27 წუთიან 9 საათია, დავდივართ საკმარისია. საკმაოდ ენერგიულია, ნუ მართალია მანძილებს დიდ შორს არ გადის, მაგრამ ნელა მოუმატებს ტემპის გაიზრდება, მანძილსაც გაზრდის და მაისისთვის შევხვდებით ოპტიმალურ ფორმაში რა. რავი, აქაც შეიძლება კი, აქაც შეიძლება მუშაობა. რატო არის ამხელა ესეთი ბალახი წამოსული არ ვიცი, ალბათ წყალი იყო შემოსული თუ არ ვიცი ამას. კარგი, კიდევ იქეთ არის ბევრი მინდვრები, ამ მინდვრებსაც შემდეგ ნახვაზე, შემდეგ გამოსვლაზე დავათვალიერებ და საერთო სურათიც გვექნება იანვარში, აპრილის ბოლოს, როგორ და რანაირად დავიწყოთ ძაღლების გეშვა. კიდევ განმეორდები, მიაქციეთ ძალიან დიდი ყურადღება ლეკვების წვრთნას, სწორად ელემენტარული ვარჯიშები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი გონების დამუშავებისთვის, მათი გონების გახსნისთვის, მათი ამ მტაცებლური ცხოველური ინსტინქტებიდან გამოსვლის და მათი გონების გარდაქმნა სანადირო და არა არ დარჩენ და არა რომ დარჩნენ იმ მტაცებლად, რაც მათ გენეტიკაში უდევთ რა. მიათეთ დაუძახებ ახლა. ოჩა, კარგი. ოკეი, წავით მით. ამით მორჩი. წავალთ ახლა ნელა მანქანასთან. გამოგივა დაახლოებით 14-35 წუთამდე დავამთავრებთ და ამით მორჩებით. რა მშვენიერი გამოვიდა. კარგი ამინდია, სუფთა ჰაერია კიდევ ვიტყვი. და პირობაც არის რა. ვიცი რომ ეს მინდვრები ადრე თუ გვიან ბევრი გეშავით, ბევრი ძაღლით გაივსება, მაგრამ არა უსწრესია რა. ერთ მოედანზე 22 კაცი დარბის და რაინ შედეგებს დებენ, ასე რომ ჩვენც უნდა გავინაწილოთ, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს და ვავეხმაროთ ერთმანეთს ძაღლების გაწვრთნა, დაგიშვა დაყენებაში რა.
Iau. Tam. Budi. Opa. Pekashi. შეიძლება ცოტა მეტიც უკვე 35-40 წუთი შეგვიძლია ვარბენინოთ. მე პირადად მინას ვარბენინებდი შემდეგ გამოსვლაზე. დროც ვერ გავსავსე, ცოტა გვიან მომიწია გამოსვლა. ანუ ზუსტად არ ვიცოდი რომელზე თენდებოდა. ვერ დავემთხვიე დროში. და 35-40 წუთი უკვე ჩვენთვის საწყის ეტაპზე კარგი იქნება, რომ ეს პერიოდი ვარბენინო რა. Ocho. Წავით. დღეისათვის სულ ეს იყო მორჩით ვიარეთ როგორც გითხარით 35 წუთამდე ნორმალური იყო ბუნებრივია რა თქმა უნდა ფრინველს არ ველოდით და არ შეხვედრია მოკლედ ამით დავიწყეთ საგაზაფხულო მზადებას და ნელ-ნელა ამინთან ერთად ბუნებასთან ერთად დაველოდებით წყეს და შევხვდებით დიდი მადლობა ყველას გთხოვთ გამოიწეროთ არხი მომართოთ კითხვებისთვის თუ ვინმეს რამე გჭირდებათ შემიძლიათ მოგცეთ შევადარდებები რეზუმესავით რო გავაკეთოთ რა ვქენი დღეს გამოვედით ნახეთ პირობები ოკეი წადი ნახეთ რა ვითარებაა წეროვანში სად შეიძლება ვიაროთ სად შეიძლება არ ვიაროთ და რა შეიძლება გავაკეთოთ თანდათან ნელ-ნელა ეტაპობრივად კიდე ბევრ რაღაცას გადავიღებთ ბევრ რაღაცას გავიაზრებთ და ესე წავალთ წინ საველე შეჯიბრებებს აბა დროებით წამონინ ახტიმით